რას ფიქრობთ, რა არის გადაჭრის გზა, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი? გენგეგმა აი რაც არის იმითი რომ ვიაროთ, მივიღებთ შედეგს. რამოდენიმე წლის წინ ჩვენ წავაწყდით ასეთ გადამეტებას კოეფიციენტის 43. მთავარი არქიტექტორის მუშაობა უნდა შეფასდეს არა იმ პროექტების, რაც შეთანხმებული აქვს. არამედ რაზეც უარი აქვს ნათქვამი. რადიკალურ ცვლილებას რა გამოიწვევდა ქალაქში გაუმჯობესების კუთხით? 600,000 მანქანიდან მინიმუმ 200,000 დღის განმავლობაში ქუჩაშია. ხო? რამდენი სადგომია? 30,000. გადარჩენისკენ სულ არის საქართველოს რეგიონების განვითარება. მოგესალმებით, ესე იგი ორ აკადემიკოს შორის მომიწია დღეს ჯდომა. ბატონი ნიკა შავიშვილი და ირაკლი როსტომაშვილი, ქალაქში ცნობილი და ქვეყანაში ცნობილი არქიტექტორები, პატივია ჩემთვის თქვენთან ყოფნა და ამ თემაზე საუბარი. დღეს ვისაუბრებთ ქალაქის ურბანულ პრობლემებზე, რაც ხშირად საუბრობთ, ხშირად არის ხოლმე დისკუსიები და ჩვენი ამ შეხვედრის მიზანია გარკვეული იდეები წამოვაყენოთ საზოგადოებისთვის, რომ მათ დაიწყონ ამის განსჯა, ამაზე ფიქრი, ამაზე დისკუსიები, მზათავართ გავაკეთოთ მრგვალი მაგიდა, მოვიწვიოთ სტუმრები მომავალში და საზოგადოებას შევთავაზოთ სხვადასხვა არქიტექტორების, სხვადასხვა ამ პროფესიასთან და ამ სფეროსთან დაკავშირებული ადამიანების იდეები თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით. დავიწყებთ თქვენგან ბატონიკა, რას ფიქრობთ, რა არის საჭირო პირველ რიგში იმისთვის, რომ ეს თემა დაიძრას და ერთხელ და სამუდამოდ მივიდეთ იქამდე, რომ ყველას ვალდებულება გარკვეულწილად იფიქროს ამაზე, არა მარტო პოლიტიკოსების, არამედ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების იფიქროს და მიიტანოს ეს მთავრობამდე თავისი ნაზრები, როგორ გონია ამ ქალაქის განვითარება, რა არის სწორი, როგორია მათი ხედვები და ნუ შემდეგ რა თქმა უნდა ამას მთავრობა გადაწყვეტს, რა გააკეთოს და როგორ გააკეთოს საბოლოო ჯამში ესეა მოწყობილი სამყარო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ, მაგრამ მთავარი ალბათ და საინტერესო არის ესეთი საინტერესო ადამიანების ხედვები. რა გონიათ, რომ რა არის სწორი? იმიტომ რომ გამოდიან პოლიტიკოსები, ზოგი იტყვის, რომ საერთოდ გავაჩეროთ მშენებლობა და აღარაფერი არ ავაშენოთ, ზოგი იტყვის, რომ ავაშენოთ და ყველაფერი ავაშენოთ და ყველგან ავაშენოთ და ასე შემდეგ და ძირითადად ეს არის ხოლმე რაღაც პოლიტიკური манипуляციების ასე ვთქვათ საგანი. დიდი მადლობა, რომ მომაცა შესაძლებლობა აი ამ საუბარში ჩავერთო. მადლობა ბატონ ირაკლის, რომელმაც გამოიჩინა ეს ინიციატივა, რომ მეც ყოფილიყავი ამ დისკუსიის მონაწილე. უბრალოდ აღარც გავიმეორებ იმას, თუ რამდენად მწვავე არის და ჩვენ აქ ძირითადად თბილისზე ვისაუბრებთ, მაგრამ მე მგონი ჩვენ ყველას გვესმის, რომ სხვა ორი მსხვილი ქალაქის, განსაკუთრებით სხვა ორი მსხვილი ქალაქის, ბათუმის და ქუთაისის პრობლემებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. უბრალოდ თბილისი ჩვენი გარემო არის და მასში, ასე ვთქვათ, ასევე ძალიან ბევრი არასასიამოვნო ცვლილება არის. აი ამ საუბრის დაწყებამდე ჩვენ გქონდა შესაძლებლობა ირაკლისთან ასე ვთქვათ შეგვეჯერებინა ასე ვთქვათ პოზიციები და მან ახსენა რაღაცა ესეთი მომენტი სწორედ რა რომ აი გამოსავალზე პრაქტიკულად თითქმის საუბარი არ არის. ანუ ულაპარაკო არის ის უმსგავსება რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, ეგ სადავოც კი არ არის. სრულიად შეცვლილი არის ქალაქი. ადამიანი, რომელიც მასში ცხოვრობდა, ან არ არის საჭირო 50 წელი, არ არის საჭირო არც 30 წელი. საკმარისია უკანასკნელი 20 წლის მეხსიერება გადაწდეს და იგი ამ ქალაქს ვეღარ იცნობს. წარმოვიდგინოთ, თქვა, პირობითად რაღაც ემიგრანტი, რომელსაც არ ქონდა არანაირი ინფორმაცია თბილისში რა ხდებოდა ბოლო 20 წელი, აი 20 წლის წინ წავიდა, ჩამოვიდა ამ ქალაქს ვეღარ იცნობს. ძირითადად ეს ყველაფერი ხდება
ჰიპერაქტიური და ძირითადად საცხოვრებელი ბინადმშენებლობის ხარჯზე. რასაც ხელს უწყობს ჯერ კიდევ ზარდი გაგიკვირდება და ვინა ის ხალხი ვინც ამდენ ბინას ყიდულობს ასე თქვა ეს გაკვირვებაც ხდება ხოლმე ზარდი ბაზარი აი გუშინაც მივიღე მე ყოველთვიურად ვღებულობ რაღაც რეპორტებს გალტენ ტაგარტის TBC ბანკის კოლიერსის იცით ეს ყოველთვიური ისენ დასკვნები ნახევარწლიური ერთწლიური კიდევ იზრდება ეს კარგია. გარკვეულწილად კარგია. ქვეყნისთვის კარგია, ეკონომიკისთვის კარგია. მატულობს. ეხლა სად დავასახლოთ და სად დავაშენოთ ეგ არის პრობლემა, თორე რომა და როგორ არის მეორე მხარე, რომელიც ერთ-ერთ ჩემს სტატიაში გავაშუქე კიდეც, არ შეიძლება ქვეყანაში GDP-ს, ანუ მთლიანი მშიდა პროდუქტის 30%-მდე იყო ეგ მომენტის მშენებლობაში მედიოდეს. ანუ საქართველოს არაფერს სხვას არ აწარმოებს, არც ექსპორტზე, არც შიდა მოხმარებისთვის, ძირითადად ყველაზე დიდი წილი როგორ შეიძლება რომ კონდეს მშენებლობას, ეს არ არის ნორმალური, არც ერთ ქვეყანაში ეს არ ხდება. შეიძლება ჩავერთოთ. იმიტომ რომ დისკუსია მე მგონი უფრო სწორი იქნება. ჩემი აზრით ამაზე ჩვენ შესაული გვაქვს და სხვადასხვა შორის ბევრჯერ გვისაუბრია არის ეგეთი კვლევა გვაქვს გაკეთებული და თბილისი განსაკუთრებით აი ჩვენი ვთქვათ აი ამ სამიზნე დედაქალაქები ვნახეთ ყოფილი საბჭოთა კავშირის და პოსტსაბჭოთა ეს მიზანი იყო რომ ჩვენ გვენახა ტენდენციები როგორ მედიოდა და გაირკვა რომ ყველაზე დიდი ავარიულობა და სწორედ რო თქვა ესე იგი მოსახლეობის პრობლემა იყო საბინაო პრობლემა. აი ეგ ერთ-ერთი ის არის, იმიტომ რომ თქვა კვლევით როგორ იყო, იცით? თქვა აი ვენა მახსოვს მაშინ იყო პარიზი, თქვა აი ესეთი ევრო კაპიტალისტური, ყოფილი კაპიტალისტური ევროპის დედაქალაქები და შემდეგ პოსტსაბჭოთა დედაქალაქები. იქ თქვათ რომელსაც უძრავი საცხოვრებელის გაუმჯობესება უნდოდა მოსკა იყო დაახლოებით 7-8-15%. ეს რას ნიშნავს რომ თქვათ ადამიანს თუ პირობითად აქვს რაღაცა გარკვეული თანხა ის პირველ რიგში უძრავქონებისთვის არ ყიდულობდა. იმან შეიძლება ემოგზაურა, შეიძლება იახტა ეყიდა, ანუ აი ეს პირველადი საჭიროება ასე ვთქვათ არ იყო რა დაახლოებით 10-15%-ის ჩვენ გარშემო რომ გავიკითხოთ 90%. ჩვენთვის მთავარი ეგ არის 100-დან 90 ოჯახს ალბათ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ეგრე იქნებოდა. არა, თბილისი ყველაზე ის იმიტომ რომ აქ ავარიულობა და სიძველე. თბილისის სიძველეც ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია, იმიტომ რომ აქ რა მოხდა ხა ძალიან გავასწარე, მაგრამ მე მინდოდა ნიკას ვთქვათ აი ამ წამოჭრილი საკითხთან გამეკეთებინა პატარა კომენტარი რომ თბილისში ეს იქნება, იმიტომ რომ აი ნებისმიერ მოქალაქეს ოჯახს რამე საშუალება, რამე წვდომა კრედიტზე თუ უჩნდება იმის პირველი საზრუნავი არის. უძრავი მოსახლეობის დიდი ნაწილი არის 90% არის. იმ მდგომარეობაში, როდესაც უნდა საბინაო განვითარება ასე დავარქვათ, ხო? და რაღაც ან ზომაში გაიზარდოს, ან მისი ავარიული შენობა ჩაანაცვლოს და ახალი იყიდოს და ამას შეიძლება დავაბრალოთ. მაგრამ შესაძლებლობას ხო უნდა იყოს? შესაძლებლობა იყოს. ნაწილობრივ დაგეთანხმებ, პირველი მაინც ჯიპია. მერე მოყვება ბინა. ხო, ჯერ ხო შეიძლება იყო. შავი ხილობის ატომია, ამიტომ ეს სატრანსპორტო პოლიტიკაზე რო გადავოთ, მერე ვისაუბროთ. წლის 25 აპრილის მიწისძვრის შემდგომ, როდესაც არქიტექტორებს და ინჟინრებს თხოვეს, რომ გაეწიათ მოსახლეობისთვის დახმარება და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მართლაც დაიღვიარეთ მთელი კატეგორიები მაშინ შევიმუშავოთ. ხო, აი ეს 4 კატეგორია და აი ეს კატასტროფული პრობლემა გამოჩნდა მაშინ, რომელიც ჯერჯერობით გადაწყვეტილი კიდე არ არის. ფიქრიც არ აქვს ხოლმე. ეგ აი მაგაზე ეს დარჩა იქ მაშინ მიდიოდა ეს რომელი კატეგორია მეოთხე გააკეთე მეოთხე ხო. აი კარგი, ეგ პრობლემატიკა ხო? ეგ ჩვენ რაზეც შევიკრიბეთ და ვიკრიბებით და გვინდა რომ ასეთი დისკუსიები ხშირად მოვაწყოთ, ეგ ფაქტის კონსტატაცია კი არა, არამედ რაღაცა გარკვეული გზების დასახვა და გარკვეულწილად რაღაცა
განთავაზებების გაკეთება არის, ხო? აი მე ვერ წარმომიდგენია, მე არა ვარ ამ სფეროს სპეციალისტი, მე მშენებელი ვარ და რასაც მეც ავაშენებ უკეთესი. მაგრამ აი თქვენ როგორც არქიტექტორი, როგორც პროფესიონალები ამ დარგის, რას ფიქრობთ, რა არის გადაჭრის გზა, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი? ერთის მხრივ რომ ეკონომიკა არ გაჩერდეს და ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებას, იმიტომ რომ ხა სრული უტოპიაა, ვიღაცები რაღაც პოლიტიკურ დივიდენდებს აბრეხვებენ და რაღაც საოცრებებს ამბობენ, რომ სულ გავაჩეროთო მშენებლობაო და ნუ ესე იგი ეს GDP-ს 25%-იც მოვკლათ და всё აღარ გვექნება არაფერი. და დასაქმებული ხალხი და არც ბიუჯეტი და თვითონ გადაგვარჩეს მერე როგორც ყველაზე დიდი წილი დასაქმების არის. აი რას ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ ბატონიკა, თქვენ გადავიწყოთ. რა შეიძლება ისეთი გავიგე რომ უნიკალური რაღაც გასაღები არ არსებობს ამისი, მაგრამ საიდან შეიძლება დაწყება და რა მიმართულებით წასვლა. მე მაგალითად მგონია ბოდიში მასიზამ აქვე, აი კახეთიდან მოდიოდი რამდენიმე დღის წინ და კახეთის მხარეს რო განვითარდეს თბილისში, ჩემთვის ვფიქრობდი რა, აეროპორტის იქით ამ მხარეს, აი საგარეჯოს დიდი ნაწილი რო გახდეს თბილისში, ხო, რაღაცა ერთეული და იქ დაიწყოს რაღაცა განვითარება, იქით ამ მხარეს, რომ მცხეთის მხარეს ვერ განვითარდება გასაგები მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეს არის, რა ქვია, იუნესკოს-ში შემავალი ქალაქია, ისტორიული და ვერაფრით იქით ვერ განვითარდება, აქეთ მთები გვაქვს უზარმაზარი, ერთადერთი არეალი, ასე ვთქვათ, რუსთავი კახეთისკენ განვითარება მგონია მე. იმიტომ რომ ნუ ძალიან იზრდება რეალურად ქალაქი. 4 წლის წინ ჩვენმა კოლეგამ და გამორჩეულმა ქართულმა ურბანისტმა მამუკა სალოქვაძე მომიწვია და მის ჯგუფში მოხვდი ბათუმის გენგეგმის მოგებულ კი ბატონო. მამუკა სალოქვაძეს აქვს მოგებული ასევე თბილისის მიწასარგებლობის გენერალური გეგმის კონკურსი, რომელიც 2019 წლიდან აგერ 6 წელია თითქოს მოქმედებს. რაც შეეხება, ესე ვთქვათ, რა არის ძირითადად რატო არ სრულდება. პრაქტიკულად ამ გენგეგმების ისტორია თბილისის მიმართ იწყება ორგანიზებული გენერალური გეგმის. თქვათ 19 საუკუნე რუსეთის ბატონობის დროს იქ რაღაც გარკვეული ნაბიჯები არის რეგულაციისკენ და ქალაქშენებლობისკენ, მაგრამ საქართველოში ეს დაიწყო 1934-1950 1975 ბოლო გენგეგმა 2000-ში 25 წლიან პერიოდში უნდა ყოფილიყო, არ მოხდა გასაგები 2000-ში ვისაც ალამაგისთვის საქართველოში, მაგრამ ნუ მოხდა აი ეხლა. სამაგეროდ ქალაქ პროექტი გაუქმდა. ქალაქ პროექტი ამასობაში, ვინც ძირითადად ამას ამუშავებდა, გაუქმდა. და მოხდა ისე, რომ ესე იგი ეს გენგეგმა კეთდება ორი მიზეზით. ეს პირველი მიზეზია, რომ ქალაქს ჭირდება მოწესრიგება და მეორე მიზეზი არის რომ იქიდან რეგულაციები, რომლებიც თქვა რჩევები, ახლა ამ რჩევების საკითხი კიდევ აერჩია ჩამოკიდებული იგივე ევროკავშირიდან, ევროსაბჭოდან, მიდის იქეთკენ, რომ თქვენი სივრცული მოწყობა, ქვეყნის სივრცული მოწყობა გააქვთ მოსაწესრიგებელი. აქ არ უნდა ლაპარაკი არა გვაქვს. საერთოდ სივრცული მოწყობის გეგმა საქართველოს არ გააჩნია, ის სუდა ხო შექმნეს რამოდენიმე წლის წინ, მაგრამ ჯერჯერობით იმას არ აქვს არანაირი შედეგი. ამ ორი მიზეზის გამო ქალაქის მესვეურები ვალდებულები იყვნენ ცალკე ბათუმის შემთხვევაში, რომელშიც მონაწილეობდა, მანამდე კიდე თბილისის შემთხვევაში, რომ ეს გაეკეთებინათ. ამის შემდეგ არანაირი ნაბიჯი არ ყოფილა გაკეთებული არც თბილისის და არც ბათუმის შემთხვევაში, რაიმე მნიშვნელობა მიენიჭებიათ იმისთვის, რაც იქ დაიდო როგორც ნახაზის სახით, რუკის სახით თუ გნებავთ, ასევე თითოს აი ზონირების პირობების, ახალი ზონირების პირობების შესრულების სახით. რატომ? იმიტომ რომ დატვირთვა, დაწოლა, ასე ვთქვათ, მენაშენეებისგან, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში აღემატება შესაძლებლობას, რომ რაიმე ამას დაუპირისპირო. ანუ მშენებლები ის არის გეგმა,
კი, გენგეგმა გვაქვს, მაგრამ იმ გენგეგმის ხო აი იმიტომ რომ მე როგორც მშენებელი მივდივარ და ვითხოვ გინდა თუ არა აქ უნდა ავაშენო გასაგებია. ნუ აი მარტივ რაღაცას გეტყვით რა 10 წლის წინ ერთ-ერთი აღარ დავასახელებ სახელდაგვარს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალბატონი დანიშნეს თბილისის მთავარ არქიტექტორად დამირეკა მთხოვა რომ ასე ვთქვათ საბჭო ნუ მე არ მინდოდა მონაწილეობა მაინც დამაძალა რაღაცა მოკლედ ამ საბჭოში ბევრი რო აღარ გავაგზავნა არ შემოვედი იმიტომ რომ დამირეკეს წინა დღეს როგორც იქნა გაჩერებული იყო არ ყავდა თბილისის მთავარი არქიტექტორი რამოდენიმე თვე და გაჩერებული იყო ამის გამო გადაწყვეტილებების მიღება დამირეკეს წინა დღეს და მithქვეს ასეთი რაღაცა რომ ხვალ საბჭო როგორც იქნა ახალი შემადგენლობით შეიკრიბება 74 საკითხი იქნება და ბატონიკა გაფრთხილებთ რომ აქედან 73 ზონის ცვლილებაზეა მე დაუმატა ბოლოში რომ 74 წარიო მიგივიო უბრალოდ სხვა სახელი ქვიაო რა ამის შემდეგ დაურეკე ღამე ამ ქალბატონს და უთხარი რომ მე ამაში მონაწილეობას ვეღარ მივიღებ ძალიან აღშფოთდა რა თქმა უნდა გვიან არის მერმა ხელი მოაწერა შემადგენლობას მერმა ხელი მოგიმართა ანუ დოკუმენტი გვაქვს ეს დოკუმენტი როგორ ფიქრობთ კარგი დოკუმენტია რაც გვაქვს კარგი სუძე არა დოკუმენტი ერთი არის თქვა კანონი და მეორე შესრულება ხო არა ისეღედეთ რაც გვაქვს ის კარგია არა მაქვს უფლება რომ ვილაპარაკო იმაშზე რაშიც მონაწილეობა მივიღე იმიტომ რომ ამის სიკარგეა ასე ვთქვათ იგივე ამ შემთხვევაში ბათუმის რაც შეეხება თბილისის ბევრი ის ხალხი მონაწილეობდა ვის მასთან ერთად ქუთაისზე იყვნენ სერიოზული კვალიფიცირებული ხალხი მონაწილეობდა ამის გაკეთებაში დოკუმენტი ამ შემთხვევაში ძალიან არასწორი არის რომ ვისაუბროთ თქვა კარგი გენგეგმა თუ ცუდი ეხა საქმე რაშია შეიძლება ძალიან უტრერება და ცოტა ღიმილის მომგვრელი იყოს მაგრამ ეხა არის პირობითად კარგი ხინკალი კარგი აჯაფსანდალი კარგი რაღაცა კერძები ხო ეხა რომელი უყვარს და რომელი მოწონს ერთია მაგრამ მაგაზე შევჯერდებით ამას აქვს თავის წესი მომზადების ხინკალს აქვს თავის წესი რომ უნდა ცომი უნდა ფარში უნდა რაღაცა ამას რაღაცას ჩანახს აქვს თავისი წესი მომზადების უნდა ამდენი ეხლა ხინკალში ვიღაცას თუ უნდა რომ ბადრეჯანი შეურიოს უკვე ცუდი გამოდის ამ შემთხვევაში გენგეგმა აი რაც არის იმითი რომ ვიაროთ მივიღებ ჩედექს ეხლა ცუდი კარგი ეგრე გამორიცხულია რომ თქვათ 1.5 მილიონი ქალაქში ყველას რაღაცა მოწონდეს ანუ გვაქვს ქალაქს კარგი დოკუმენტი დავარქვათ კარგი დოკუმენტი რომლის შესრულების შემთხვევაშიც ქალაქში ასეთი ქაოსური მდგომარეობა აღარ იქნება და გაუმჯობესდება გარკვეულწილად მდგომარეობა. თუმცა მშენებლობა არ გაჩერდება. აი მაგას ვკითხავ. არ გაჩერდება ეს არ გულისხმობს ის დოკუმენტი რომ არანაირად. მაგას ვკითხულობ რომ იქ იძლევა შეაფერხებს თუ არა ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. არანაირად. არა აბა შეაფერხებს რა რატო არ სრულდება არა ნუ ეს არის რა ხა შეიძლება ცოტა სხვა მიმართულებით წავიყვანო რა ამიტომ აი პირდაპირ გეტყვით რა მე რაღაცა პერიოდი ვიმუშავე თბილისის მთავარ არქიტექტურაზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ რომ მთავარი არქიტექტურის მუშაობა უნდა შეფასდეს არა იმ პროექტების რაც შეთანხმებული აქვს რაზეც უარი აქვს ნათქვამი. თქვენ ხო არ ის ხო არ ჩანს. ის ხო არ ჩანს ვისთვის მაქვს უარი ნათქვამი. მოდი მაინც ჩვენი მიზანი მაინც არის აი პირველი რითაც დავიწყეთ და მაგმიმართულებით სიარული. ხა მოდი პირდაპირ გეტყვით რომ ნიკა ჩემზე უფროსი არის და ჩემი ლექტორიც იყო რაღაცა პერიოდი ანუ ეტოლები ნუგონი ვართ ნიკა ჩემზე უფროსია. ხო და ჩვენ პირველი რასაც არქიტექტურის გეგმარების ლექტორი გასწავლის პირველი არის საპროექტო დავალების შედგენა. ეგ რას ნიშნავს რა? თქვათ შენ პირობითად გიწევს საცხოვრებელი სახლის პროექტის გაკეთება. შენ ეცნობი თქვათ იმ სახლის ფლობელს, იმის დემოგრაფიულ შემადგენლობას, რომ ყავს თქვათ ასაკოვანი მშობლები, არის თვითონ ესა, ყავს ორი შვილი, რაღაცა და იმის მიხედვით კეთდება აი იმ შენობის დაგეგმარება. პირობითად შენ გაქვს დაკვეთა გააკეთო რაღაცა საავადმყოფო, ხო? ხვდები აი არქიტექტურული დავალების შედგენისთვის. ხვდები იმას, რა ქვია,
ну რა ვიცი რა ხელმძღვანელობა საავადმყოფოში ეუბნები რომ შენ ხო არქიტექტორმა ყველაფერი ხო არ იცის მაგრამ ამ შემთხვევაში ქირურგი გეუბნეო რომ აი ქირურგიული კაბინეტი როგორია რომ შედიხარ იქ ხელები უნდა დაიბანო მე რაღაც ადგილია მე იქ არის უკვე სტერილური გარემო სადაც რაღაც და ასე შემდეგ ანუ ადგენ საპროექტო დავალება ველას მოსაზრება უნდა იყოს გათვალისწინებული ეს არის საპროექტო დავალება ამით იკეთდება საპროექტო დავალების შემუშავება, რის მიხედვითაც უკვე ვიღებ საბოლოო პროდუქტს. აი ამ მოთხოვნების შემგროვებელი ყოველთვის ყველა ქალაქში არის, ზოგან ქვია გენგეგმის ინსტიტუტი, ზოგან ქვია ქალაქ პროექტი, ზოგან რა ვიცი, მაგრამ აი ეგ ინსტიტუცია, რომელიც სულ მუშაობს და სულ თქვათ რაღაც აი ამ დოკუმენტებს და სურვილებს და წინადადებებს და რაღაცებს იღებს და აი ამის იმებს აკეთებს დაფიქსირებას და ანალიზი და შემდეგ მუშაობს აი თქვა იგივე რომ თუ არ აგვაქვს ეგეთი მოთხოვნა არის რომ კინკალში ბათრიჯანი შეურიოთ პირდაპირ კი არ დებენ იმას ის მუშაობს ამაზე და შემდეგ უკვე მენიუში შეიძლება ბათრიჯანის კინკალის გაჩნდეს იქ მაგრამ ამას სწავლობენ და რამდენია მოთხოვნა რამდენად საჭირო არის, რამდენად მისაღებია, რამდენად მარგებს და ბევრი ისინია. ხო ახლა გენგეგმა ხომ არქიტექტურა და ესეთი ინსტიტუტი არ აგვაქვს. ჰქონდა და არ აქვს. თბილ ქალაქ პროექტი, რომელშიც მუშაობდა ხალხი, რომლებიც აი დღეს ასაკში არიან უკვე, მაგრამ ცოცხალი ენციკლოპედიები, რომელსაც ბევრი მე თუ მკითხავ, უნდა ეს ხალხი დავსვათ და მათი რაც თავში აქვს რაღაცნაირად ციფრულად უნდა მოვაქციოთ. შენი გამოცდილებით რადიკალურ ცვლილებას რა გამოიწვევდა ქალაქში გაუმჯობესების კუთხით. ძალიან ბევრი კომპონენტისგან რო შედგება გენგეგმა და ქალაქის მოწყობა გავიგეთ. ეს არის სატრანსპორტო კვანძები, ეს არის განაშენიანება, პარკები, ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო კვანძები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე კერძო და ასე შემდეგ. მაგრამ აი ერთი გამორჩეული თუ შეგიძლია თქვა რომ აი რაღაც გარდამტეხი ფაქტორი იქნება ასე ვთქვათ ქალაქის კი ბატონო რა მე რო თქვა რომ ამაზე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი უბრალოდ სამსახურებრივადაც კი მეხებოდა შესაბამისად ამ თემას რომ წევდი რატომღაც ეხლა მოდი პირდაპირ ვთქვათ რა საქართველოს მოსახლეობის 99%-ს არქიტექტორი, დეველოპერი, ინვესტორი, მშენებელი ვაფშე ერთმანეთში ერევას ვერ. აი რომელია ერთია რა. და ინჟინერიც მეაყოლე მაგას. აი მაგის მომიჯნავს. და ყველაზე რთული ისაა რომ თბილისის მთავარი არქიტექტურის ფუნქცია გონია პროექტების შეთანხმება. და არა აი ამ მკითხვაზე პასუხის გაცემა. რა გავაკეთოთ და მე აი გეტად გერმანელებთან და საარბუკენის მერიასთან და გეტაცესთან ერთად თქვათ ამაზე მუშაობდი და მანდ აი ეს ბრაუნფილდები და რაღაცები ჩვენ მოგონილი კი არ არის ესე პრაქტიკა აი თქვათ სადაც ჩვენ ვიმყოფებით და ეს ობიექტები მაგას ვამბობდი მე 25 წლის წინ რომ შევეშვათ იმას მოდი ბრაუნფილდებზე ეს იმათი ის იყო რა ქვია რეკომენდაცია რომ სანამ თქვათ ჩამოყალიბებთ იმიტომ რომ საქართველოში მარტო გენგეგმის პრობლემა მანდ იყო ერთი უსერიოზულესი საკითხი იყო გეგმიური ეკონომიკა, საბჭოთა ქვეყანა იყო, მიწის საკუთრება არ იყო და გადავედით საბაზრო ეკონომიკაზე. ანუ აი პირობითად თქვათ ვაკის სტუდქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც შეიძლება ყველაზე ძვირფას ტერიტორიაა დღეს თბილისში, იყო აი ვერავინ ვერ გამოიცნობს, ვისაც არ ახსოვს, უბრალოდ ვერ მიხვდება, იყო იმისი რა ქვია, აი ალბათ აი მამაშენის თაობას, ну, ჩემ თაობას ახსოვდა ესეთი კამერა აბალოჩკა, ქართულად არც ვიცი როგორ არის, აი ბურჩი რო შავი რაღაცეები იდებოდა, კამერა პირით რო ბერავდნენ ესე ყურებზე რო ეჭერდნენ. იმის ფაბრიკა. შემორჩენილ საბჭოთა კალოშების. კალოშების ქარხანა იყო ვაკეში. ხო, სტუდქალაქის და ტყავგალანტერიის ფაბრიკა იყო ქვევით კიდე ესე. ყიფშიძეზე უამრავ სახელოსნოები ხო, რაღაც ეგეთი რამეები იყო და შესაბამისად რა არის რა რომ აი ეგ გააზრება რომ ის ფაბრიკა რატო არის ხოლმე ქალაქგარეთ ზედნადები მიწის ღირებულება რომ ამდენი არ რატო არის ხოლმე ქალაქის ცენტრებში ათვარსკვლავიანი და ესეთი სასტუმროები იმიტომ რომ ის აი ზედნადებს მიწის ღირებულებას იტანს და კალოში ვერ იტანს შესაბამისად აი ეგ პრობლემა იყო და აქედან გადასვლა იყო ურთულესი
და მე დავიწყეთ აი 2002-ში თუ არ ვცდები გამიჯვნის წითელი ხაზების გაკეთება, რომელიც იყო ურთულესი რა. ყველა თითოეულ кейსზე იყო სასამართლო დავები, რაღაცა აუტანელი პროცესი იყო, წარმოუდგენელი, გადაკიდება, ყველა მადლობელი არავინ არ არის, ყველა მტერი ხდება. როცა თქვა მიჯნავ წითელ ხაზებს არსებობს. და ესენი აქ ჩართულობა სასამართლოში, რაც მოხდა მაგალითად იმაზე, სუდქალაქის ტერიტორიაზე, აკადემ ქალაქის ტერიტორიაზე. იქ სრულიად უფასოდ არქიტექტორმა მერაბ გაგნიძემ გააკეთა დეტალური დაეგმარების პროექტი. რო განვითარებული იყო როგორც ერთიანი, აი ერთი გზა გაკეთებული იყო, მაგრამ ის ერთი გზა, ვიღაცის ნაკვეთს გადაკვეთავდა, ვიღაცის სახლს გადაკვეთავდა, მაგრამ ცხადია იმის უფლებები ახალ მშენებლობაში ზუსტად იმ კოეფიციენტით, ანუ იმ ანგარიშით ითვალისწინებოდნენ, ხო? აი მაგალითად არის ეგეთი ცნება მაშინ შემოღებული კოეფიციენტები K1, K2, K3. K3 კოეფიციენტი არის გამწვანების აუცილებლობა, ესე იგი კონკრეტულ ტერიტორიაზე 10 მინიმუმ 10% იყოს გამწვანებული ზოლი. მაშინ აი იმ დეტალური დაეგმარების პროექტით როგორ იყო რა, რომ თქვათ 10 სამეზობლო ნაკვეთი, რომელსაც თითოს აი კოეფიციენტ K3-ით ეკუთვნოდა, რომ პირობითად 100 კვადრატული მეტრი პატარ-პატარა ისინი გაეკეთებინა, ესეთი სუბთა ჩათვლისთვის, სამინერგი და ერგო და აკვია გაემწვანებინა, ლაპარაკი იყო რომ მოდი 10-მა ერთი კარგი სკვერი გავაკეთო და მართალი სკვერი. 1000 კვადრატულ მეტრიანი ნორმალური სკვერი თავის იმითი საჩრდილობლით თავის რაღაც ბავშვთან მოვედით და რაღაცა. არა, მიდიოდა თქვათ ერთი იძახის მე იმაც ადველოდა, მიდიოდა სასამართლოში, სასამართლო პირდაპირ მშრალად იღებდა გადაწყვეტილებას, რომ ამის მიწაა და ამას ეკუთვნის თავის იმაზე, მიდი გაეცით გეგმარებითი დავალება ამ პროექტზე. ანუ სულ ეგეთი დავები იყო რა და შესაბამისად ხო გეუბნებით რა თუ თქვათ აი ეგ ვერ გავიაზრეთ და ამას რაღაცნაირად არ ვთქვით რომ აი ესე უნდა გაკეთდეს რა არ გამოვა სხვანაირად თვითონ ეს არ გაკეთდება ამას ჭირდება პირდაპირ გეტყვით რა ყველა ტერიტორიას ჭირდება დეტალური დაგეგმარების პროექტი და ეს კომუნისტების პერიოდში რო კეთდებოდა მაშინ ყველაფერს სახელმწიფო აშენებდა ეხლა დეტალური დაეგმარების პროექტი უნდა გააკეთოს აუცილებლად კერძომ ეს უნდა შევიდეს აი ამ გენგეგმის ინსტიტუტის ამ შემთხვევაში ნუ თბილ ქალაქ პროექტი ერქვა ტრადიციულად ჩვენთან და აი იმის თქვათ რაღაცა ბაზაში უნდა შევიდეს ეს ინფორმაცია უნდა გროვდებოდეს და შესაბამისი პროექტები იმ დეტალური დაეგმარების პროექტით უნდა იყოს შეთანხმებები არანაირი ზონალური საბჭო არა უკვე ის არის რა გაკეთებული არის დეტალური დაეგმარების პროექტი კერძო ბიზნესი და კერძო კაპიტალი გაძლევს იმის საშუალებას რომ ნებისმიერ ინიციატივიან საპროექტო ნუ რაღაცა ჯგუფს ან იმას რაღაც კოლექტივს კონდეს საშუალება რომელიღაცა ტერიტორიაზე მივიდნენ ნორმებით წესებით არსებული გენერალური გეგმის თქვათ ფარგლებში გააკეთონ მოსაზრება პროექტის და მიიტანონ საკრებულოში საკრებულომ ამაზე იმჟელოს იქ მოსახლეობის ჩართულობას აუცილებელი ისინია რა და როცა ეს გადაწყვეტილება მიიღება მერე ეს ცხადდება გენერალურ მენაშენეთ რომელიც თქვათ რომელიც საკრებულოს დამტკიცებული აი იმ დეტალური დაეგმარების პროექტის ფარგლებში მოქმედებს და იქ იყოს თქვათ გაიდლაინები რა მასალით როგორი ისა რომ აი ის არ იყოს ვისაც როგორი მოუნდა და ყველას როგორია რომ ძალიან ლამას რო აკეთებს ეგ რო არ მოხდეს აი სხვათა შორის ერთხელ მე თქვენებს უთხრა რომ მოდი თბილისში აი პრემია დავაწესოთ აი გარაჟები როა ნებისმიერ უბანში სამგორიდან დაწყებული იმ ვაჟმშავლად დამთავრებული გარაჟები აშენებული ხო ორი ერთნაირი ფერის გარაჟი თუ ნახავს პრემია მივცეთ რა ყველა ცდილობს რომ აი თავისი შეღებოს და ყველა თავისას აკეთებს და როცა თქვა ჩვენ გავაკეთოთ ეგეთი რაღაცა რომ გეგმაში დეტალურ დაეგმარების პროექტი იყოს რომ აი ეს გარაჟები აქ თუ შეიძლება შევთანხმდეთ მაგრამ რაღაც ფრად და ყველა მიმფრად შეღებოს მე მაგაზია საუბარი რა ეს გამოიწვევს იმას რომ კონკურენცია განაშენიანებაში მშენებლობაში დეველოპმენტში იქნება კარგში და არა ბევრში
აი ნიკა უყურე, დღეს შეჯიბრი დეველოპერები რა შეეჯიბრებიან? ბევრში. ბევრი მიიღება აი ზონის შეცვლით კოეფიციენტის იმეთი და აბა ნახე რა ვინ უფრო მეტ კოეფიციენტს იღებს. რაც უფრო ახლო არის იმასთან, ონკანთან, ის უფრო მეტ კოეფიციენტს იღებს. პირდაპირ მაგას ბევრი საჭირდება რა, აი შენობები რო ავიღოთ, შენებლობები, ყველაზე მაღალი არის, ყველაზე გავლენიანის და ესე მოდის და მე უკვე კოეფიციენტით როგორც ეკუთვნოდა. აი პირდაპირ ქალაქში ჩანს მაგას ბევრი საჭირდება, საგამოძიებო ჟურნალისტობა და რაღაც. პირდაპირ აშენებულია ეგენი. და ამის კიდე მაგალითები მომყავს ბევრი, მაგრამ აი წარმოიდგინე რომ მაგალითი მოვიყვანოთ როგორი რა, რომ თქვათ ქართული სიმღერის კონკურსი რო გამოვაცხადოთ და გამარჯვებული ის კი არ იყოს, რომ ვინც აი რაღაცა მრავალხმიან რაღაცა იმას მრავალჟამიერ სიტყვის ან ვინც კრიმანჭულ სიტყვის ან რაღაცა. აი ვინც ყველაზე მაგრა იღრიალებს. ანუ რას მივიღებთ რა? სიმღერის კონკურსი ხო არ იქნება? ერქმევა, ოღონდ ვინც ყველაზე ხმამაღლა ღრიალებს, ის გაიმარჯვებს. თუ ჩვენ პირობა ეგეთი გვექნება. აი დღეს ეგ ხდება. დღეს დეველოპერი ცდილობს და მე ინვესტორი ცდილობს რომ ეგეთი ტიპი ნახოს, რომელიც იჩალიჩებს მაღალ კოეფიციენტს. ხო ეგრე არის. მე ჩვენ საუბარში ხედავ ერთ უაღრესად უკვე დადებით ფაქტს, ჩვენ მოვიფიქრეთ ახალი კერძი. ეს არის ბადრიჯნიანი ხინკალი. ანუ ეს ერთი შედეგი უკვე მივიღეთ. ეხლა რაც შეეხება სერიოზულ მხარეს, ირაკლი კაი სტუდენტი იყო და ამიტომ დამასწრო იმის თქმაში. მან ახსენა სიტყვა ბრაუნფილდი თქვენ შეკითხვაზე რა შეიძლება იყოს. იგივე იმ გამარჯვებულ გეგმაში, იგივე ბათუმზე არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის მიღებული, რომ სოფლიოს სხვილი ქალაქების განვითარება აღარ უნდა მოხდეს ახალი ტერიტორიების ათვისების ხარჯზე. თქვენ წეღან ახსენეთ, მოვდივარ კახეთიდან, აი თუნდაც საგარეჯოსკენ, რადგან ცხეთასკენ. ეს არ არის გამოსავალი. ამას ქვია ის, რაც ურბანისტიკაში urban sprawl ქვია, ანუ ქალაქის ცოცვა. ქალაქის ცოცვა მისი ტერიტორიული ზრდა არ შველის მის განვითარების მაპატიეთ გაკეთილშობილებას. ყველა ისტორიული ქალაქის, მათ შორის თბილისის რესურსი არის ადრე ათვისებულ სამრეწველო და დღეს გამოუყენებელ ტერიტორიებში. ასეთები თბილისში არის უამრავი და ნებისმიერ მსოფლიოს სხვილ ქალაქში. ამას ქვია ბრაუნფილდი და მათი ძირითადი ათვისებით უნდა ხდებოდეს. ეხლა როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს? წეღან ირაკლი მახსენა ძალიან კარგი მომენტი მიწის ფასეულობის ფორმირების საკითხი. ეს მიწის ფასეულობა არ იყო მიჩნეული მნიშვნელოვან ფაქტორად და ამ დროს ის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეხლა გასაგებია ჩვენთვის, ხო, რომ ვაკეში ან ძველ თბილისში მიწის ღირებულება თქვათ უფრო მაღალი არის ვიდრე თქვათ რომელიმე გარეუბანში, ხო? ეს გასაგებია. და როდესაც აღშფოთებული მყიდველი, ასე ვთქვათ, ბინის მოდიოდა და გეუბნებოდა, რომ არის რა $200 აშენებ და 2000-ად ყიდით. იმას არ ქონდა წარმოდგენილი, რომ ზედნადები ძირითადი ხარჯი არის ზუსტად ის ღირებულებები, რომლებიც მიწაში არის ჩადებული და ის წარმოადგენს, ასე ვთქვათ, სერიოზულ იმას, ხო? ნუ ახლა ეს ცნობილი ის არის, ხო, როდესაც შენ ვაკეში მიდიხარ, შეიძლება თავისი იმის, რა ქვია, ზრდა მოითხოვონ 50%, მაგრამ ვარკეთილში 50%-ს ვერ მოითხოვენ, ხო? ეს ხომ მიწას ღირებულებაზე გადადის, ხო? კარგი. ანუ ერთი გამოსავალი არის ბრაუნფილდი. როგორც უნდა მოექცე ბრაუნფილდს. ბრაუნფილდი უნდა წაახალისოს სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა. აი, როდესაც მუნიციპალიტეტი იმის მაგივრად, რომ დაუშვას ზონალური ნებართვების გაცემა მასიურად გაზრდილი კოეფიციენტისკენ, ხო? შემცირებული კოეფიციენტისკენ აგერ არის ერთი შემთხვევა, ვიცით, აგერ ირაკლიმ თქვა თავისი
ამ კონკრეტული შემთხვევის იმაში. როგორც წესი, ესე არ ხდება, ყველას უნდა გაზდა. ამის ნაცვლად მერიამ უპირატესი პირობები უნდა მისცეს ამ ბრაუნფილდებზე, რომელთა დღეს მფლობელობა არის ან კვლავ ჯერ კიდევ სახელმწიფოში, ან მუნიციპალური, ან კერძო, რომელიც მზად არის, რომ საგრძნობლად უფრო უკეთეს ფასში დათმოს ის, ვიდრე ვთქვათ, კერძო მფლობელი იგივე ვაკეში ან ძველ თბილისში. იმიტომ რომ ის დიდი ზომის ტერიტორიებია. მათი უპირატესი განვითარება იქნებოდა ერთ-ერთი კარგი ნაბიჯი წასახალისებლად იმ ინვესტორის, რომელიც მიიწევს იქეთკენ, სადაც სწრაფი ფული კეთდება. ერთი საკითხი ახსენა კიდე ირაკლიმ და აქაც გამოსავალის ვარიანტი შეხედეთ, ყველა იშენებს გარაჟს. ისტორიულად თბილისში. ყველა იშენებდა ჯერ ლოჯია და მერე გარაჟი. აგერ ირგვლივ გადახედეთ და რას გავს ჩვენი ეზოები ამ კორპუსების იმაში. ჯერ ფასადები, რომლებსაც ლოჯიები აქვს 6 ჯერ მიშენებული და მილივით ხდება, ესე იგი დაბნელებული კოეფიციენტის პროპორცია ოთახის 1:10-თან და ასე შემდეგ. არაფერი არ ჩანს და სინესტე და სიბნელე გროვდება ბოლოში და ეზოებში გარაჟები, რომლებიც აბსოლუტურად ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, მხატვრული შემოქმედების შედეგია რა. დააწესე ის მინიმალური შესაძლებლობა, რომელიც მანქანების განლაგებას, განთავსებას მისცემს, ასე ვთქვათ, უშუალოდ ახალი დაავალდებულე. ბათუმში ეს ძნელია, იმიტომ რომ იქ ზღვის ფაქტორის გამო მაღალი არის გრუნტის წყლები. თბილისში ეს ადვილად შესაძლებელია, მიწის ქვეშა განლაგება რამოდენიმე სართულზე, რომელიც ჩვენ 9 მილიონი მანქანაზე მეტი დადის თბილისში. რამდენიმე მუნიციპალური სადგომია გარეთ იცით? როგორ ფიქრობთ, რამდენია? ერთდროულად თბილისში, ეხლა მე მგონია ამათმა თქვეს კიდე რომ ეხლა 600,000 თუ 650,000 რა არის ამაყო ეხლა 1,5 მილიონი ქალაქს ყოველ მეორე მოსახლეზე ერთი მანქანა მოდია და საამაყო ნამდვილად არ არის, მით უმეტეს უძველი მანქანებია, ბოლავი და რაღაცა, ხო? მაგრამ ძალიან ვამაყობთ ხალხი, ასე ვთქვათ, ისქნა, ხო? ეხლა შეხედეთ ამ 600,000 მანქანიდან მინიმუმ 200,000 დღის განმავლობაში ქუჩაშია. ხო? რამდენი სადგომია? 30,000. ხო, ეს რას ნიშნავს, იცი, შენ სადღაც დაგარღვევინებს რა, უეჭველად ან ტროტუარზე უნდა მიაყენო, ან გაზონზე, ან მეორე სართულზე აიყვანოს სახლში რა. შენი მანქანა. მეოთხეზე ყოფილა. და სხვათა შორის ერთი ეგეთი შემთხვევა იყო, თუ გახსოვთ, და პირდაპირ მე ვესწრებოდი იმ ხომას, თბილისში არ იყო და ეხაც პრობლემა არის საზოგადოების პირფარეშოები. ხო პრობლემა არის. და ერთხელ მსჯელობა მიდიოდა, რომ მოდი როგორ გადავწყვიტოთ ამ გარაჟების საკითხი და მოდი ყველა თქვათ ახალ მშენებლობაში ერთ ოჯახსმა დავალდებულოთ, რომ გაიკეთოს 3 სადგომი. და 3 რატომ მეთქი და არ არისო, ეს არა ქვია, საკმარისი სადგომები ქალაქში ეს 30,000. და ხალხი თქვათ, ვისაც კორპუსში შევა გააჩერეს მანქანასო რა. მეუთხარი ტუალეტებიც არ არის და მოდი იქნებ ყველას თავის ტუალეტი და იქ სახლში შევიდნენ იმას. არა, იგივე პრინციპი არის, იმიტომ რომ საკუთარ გარაჟზე ვიღაცა მოვიდეს გააჩერე. ხო, როგორ წარმოგიდგენია ამის ადმინისტრირება კი არა, მაგის ორგანიზება, რომ ყველა კორპუსში იყოს ზედმეტი გარაჟები, რომ ხალხს რომ მოუნდეს და გააჩეროს. ანუ აბსოლუტურად რაღაცა ეგეთი აი წამოსროლილი რაღაცა კეთილი სურვილების აღგრძელოებივით არის ხოლმე ეგეთი რაღაცეები. ეხლა საინტერესო რაც დაიწყეთ და ბოლოს მე პასუხი ბოლომდე ვერ მოვისმინე, რომ ქალაქი კი არ უნდა გაწოცდეს და გავიდეს სადმე. რა უნდა ქნას? მან უნდა გამოიყენოს შიგნით არსებული რესურსები, რომლებიც არის მისაწვდომი ეგრეთ წოდებული ბრაუნფილდების ხარჯზე. თბილისი მოგეხსენებათ, ისევე როგორც საბჭოთა მსხვილი ქალაქები, იყო ინდუსტრიალური ქალაქი. ინდუსტრია თბილისიდან გავიდა. უბნები შენდებოდა რა. აი თემქარი თბილისის ხარხანა ვაშენდა მიება
რაიონი, იგივე 100,000-იანი რაიონი. მოსკოვის პროსპექტის ირგვლივ 31 ქარხანა და ასე შემდეგ. ლილოს დასახლება, აეროპორტი და ვარკეთილი ვაზისუბანი, ასევე მიბმული იქეთ წარმოებებზე და სასაწყობო მეურნეობებზე, ესენი არის მისაწვდომი. რატომ არ მიდის დეველოპერი? დეველოპერს ურჩევნია, რომ ამოწუროს მისთვის სწრაფად ფულად მობრუნებადი შესაძლებლობა და ნაკლებ ხალხს დაელაპარაკოს, ასე ვთქვათ, რა არ ჩართოს ქალაქი ამ იმაში. ურჩევნია, რომ სამეზობლოში მოხდეს, მოელაპარაკოს, იცის, ესე იგი ვის რამდენი რომელ უბანში უნდა გასცეს, იცის იმ მოსახლემაც, ეს მოლაპარაკებები, ასე ვთქვათ, შედარებით უფრო თემა არის, რომელიც ათვისებულია, ხო? ქალაქი როგორც დამხმარე, ქალაქი როგორც გვერდში დამდგომი, აქამდე ჯერ არ არსებობს. ქალაქი, რომელიც გამოიჩენს ინიციატივას, რომ დაეხმაროს, აღარ აითვისოს, ან ახალი ადგილები, აი ნახეთ ახლა რა ხდება დიდ დიღომში. მისი გენერალური გეგმის ავტორი არის ბიძინა მამინაიშვილი, რომელიც თქვათ არაჩვეულებრივი გეგმა იყო, მან გადაუხვია კორბუზიეს ასთენის ხარტის პრინციპებს, როდესაც უბრალოდ საძილე უბანი კი არ გააკეთა, როგორც ტრადიციული მიკრორაიონები იყო, ჯერ პირველი, რა თქმა უნდა, საბურთალო, შემდეგ დიღომი და შემდეგ არ იცოდნენ რა დაერქვათ სახელი მესამე მასივი დაარქვეს უბრალოდ და ასე შემდეგ, არამედ მან მოაწყო იქ არაჩვეულებრივი მომსახურეობა. ეს 70-იან წლებში დაიგეგმა, 80-იანებში დაიწყო მისი განაშენიანება და ეხლა ეს არის ყველაზე ინტენსიურად განვითარებული რაიონი თბილისში და ის ადგილები, რომელიც მის ირგვლივ არის და რომელშიც ხალხმა ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, შენარჩუნების მიზნით უფრო ჰაერზე დაიწყეს კოტეჯების შენობა, მასიურად ისევ გადატვირთვა ხდება და გაზრდა, ასე ვთქვათ, უკვე ქალაქის სამემართულებით. ხო? ეს შეიძლება კიდევ ისეთი პრობლემა არ იყოს, როდესაც შიგნითვე, ასე ვთქვათ, ჩვენ ვებრძვით იგივე ისტორიულ მემკვიდრეობას, იგივე წეღან პარკები და გამწვანებები ვახსენეთ და მასიურად, ასე ვთქვათ, ხდებოდა ყოველ შემთხვევაში მათი მოსპობა, შევიწროება, შემცირება. მე უკვე 5 წელიწადზე მეტია წყნეთში ვცხოვრობ, იმიტომ რომ აუტანელი აღმოჩნდა ჩემთვის თბილისის ცხოვრება, ხმაურის, გაჭოჭყიანების გამო შეუძლებლობის იგივე მანქანა გააჩერო და ისე იმოძრავო და ეს პროცესები გენერალური გეგმის შესრულებით ნამდვილად შესრულები და ალაზონალური ნებართვების მექანიზმით მათი დაძლევით ხო რეგულირდება კვლავ ნუ ვილაპარაკებ სიკარგეზე გენგეგმის მას ნაკლი ექნება ცოცხალი პროცესია ხო ეს ცვლილება შეიძლება აი დღეს რო დაამთავრე გაისად რაღაცა ისა მით უმეტეს ტექნოლოგიური ცვლილებები იწვევს რა თქმა უნდა იმას ეგრევე რა ხო რა თქმა უნდა მაგრამ შესაძლებელია დაეყრდნო თუ მოინდომებ ამას სჭირდება ნება ხო, ანუ ცოცხალი ორგანიზმი ხა ელექტრომობილები, როდესაც გახდა პოპულარული, მას დამტენის ადგურები უნდა და რაღაცა სადაც იტენება. ჩემი შვილიშვილი მაგალითად ბენზინ გასამართის ადგური რა არის ვერ მიხვდება, ხო? იმიტომ რომ ნუ იმ პერიოდში თქვა 50 წლის მერე იქნება ისეთი რა ქვია. არ უფრო მალე კიდე 25 წელიწადში აღარ იქნება ბენზინის. აი მაგალითად ეს რო არის რა ქვია, ბზის მოედანი რო იყო, მერე პესკებს რო ეძახდნენ, იქ რა იყო? იქ იყო ქარვასლები რო იყო ყურის მარჯვენა სანაპიროზე აბანოს უბანში და იმის გარშემო თქვა ლესელის ქუჩაზე და ერეკლეს მოედან სულ ქარვასლები იყო და ეს ქარვასლები რა ტრანსპორტი იყო მაშინ ჯორი და აკლემი და ესენი რო
ტვირთი რომ მოქონდათ, მე ბზის მოედანზე იყიდებოდა ქერა, საჭმელი რაც ჭირდებოდა ქერი და თივა და რაღაცეები და აი ასე ვთქვათ ვირების და ხო აბარა ნუ ყובה ჭამა უნდა იმას და იქ იყო ვეტერინარები, იყო ნალებს და იმეებს და ტყავის იმეებს, რა ქვია, საპალნეებს, რაღაცეებს რომ არემონტებდნენ და კერავდნენ და რაღაცა. ეს მომსახურება გაქრა. ეხლა უფრო მეც გეტყვი რა, პარიზში სერიოზული პრობლემები იყო რაზე რომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი იყო 2 საუკუნის წინ, 150 წლის წინ დაახლოებით. და მაშინ პარიზში დადიოდა სადღაც წავიკითხე მილიონი ცხენი. ანუ ეს იყო ეკიპაჟები, ფაეტონები, ისინი რა ქვია, ეტლები, რაღაცეები და მილიონი ცხენის თქვა ეს მოსაქმება დღის განმავლობაში იყო დაახლოებით 5 მილიონი კილო ნაკელი. და მთელი სამსახურები იყო პარიზის იმაში, რომელსაც ეს ნაკელი 5 მილიონ კილოს ეხმრები, რა რაოდენობა არის. და მე ამაზე აწყობილი იყო უკვე ბრიკეტებს აკეთებდნენ საწვავისთვის, სასუქები, რაღაცა და ავტომობილი რომ მოიგონეს, აი ის ხალხი უმშევარი დარჩა და იმებს აწყობდნენ, რა ქვია, რომ აი ჩვენ სახელმწიფო მას გვიქნა, რა ქვია, მიგვატოვა და რაღაცა. აი 5 მილიონი ნაკელის გამტანი რამდენი ადამიანი იყო წარმოიდგინეთ ახლა. ხო, ცვლის და დრო ეს იცვლება, ეს ყველაფერი არის ეს დოკუმენტი, ასე ვთქვათ, ტრანსფორმირებადი და მუდმივად ცოცხალი და უნდა იყოს ცოცხალი, თუმცა ქალაქ პროექტი აი არის, რომელიც ესე კი დროს უნდა დავეყოთ. ამ ცვლილების გროვდება და ეს 25 წელი შემთხვევითი კი არ არის. რაღაცა პერიოდში უკვე გროვდება. აი მაგალითად ნორმა იყო რომ საბჭოთა თქვათ რაღაც გარაჟში ჩასული უნდა ყოფილიყო რადიუსით 11 მეტრი, იმიტომ პაბედას ეგეთი რადიუსი უნდა მოყოლის და ეხლა ტესლას აქვს 7 მეტრი მეგონი ხო. ანუ სხვა ნორმებია. ცოტა ხანში თუ გაჩნდება თქვათ ეს დრონი, ტაქსები და რაღაცები, სხვა მოთხოვნები იქნება უკვე რომ რაღაც ახურავზე იყოს პარკირება საჭირო ხო, რა ვიცი, მაგრამ უნდა სხვადასხვა კი ბატონო, ამას ჭირდება ქალაქ პროექტი, რომელიც ადამიანი იქ უნდა მუშაობდეს, ხალხი რომელიც დილით მიდის სამსახურში და სახამოთი ბრუნდება სახლში და მთელი დღის განმავლობაში აი იმ ინფორმაციას აგროვებს და ფაილებად კომპიუტერში ინახავს, იკვლევს რა უფრო მომწიფდა რისი დრო დადგა და მე უკვე ამის მიხედვით ახალ გენგემაში ხდება ხოლმე გათვალისწინება. მე ირაკლის დავეთანხმებოდი რომ ინფორმაციის შეგროვება, მისი ანალიზი და მისი სათანადო გამოყენება ძალიან სუსტი მხარე არის ჩვენთან. მე გეტყვით ერთ მარტივ მაგალითს, თქვენ ყველანი ალბათ დადიხართ ავტომობილების მეშვეობით, ხო? მიაქციეთ ყურადღება, რამდენად მოუმზადებელი არის თქვათ შუქნიშნების ოპერირების და მათი დროის, ასე ვთქვათ, ჩართვა, გამორთვის სისტემა. ვინ აკეთებს ამას? აი ადრე რომ გაიზეძახდნენ შესაძლოა ვიღაცა ოფიცრები იქა? ან ვინ არის პასუხისგებელი იმაზე, რომ ერთ რიგში გროვდება 700 მანქანა და ორ რიგი რომელსაც მარცხნივაა გახვევა, მაგრამ იქ მანქანები არ არის. ეს არ გაუთვლია. ეს ხომ ამ სწორედ გორპროექტს რო უწოდებს, ნუ პირობით გორპროექტს რო უწოდებს, იმის სამსახურია დათვალოს, როგორი დატვირთვა არის სატრანსპორტო კვანძებზე ავტომობილის, საზოგადოებრივი სატრანსპორტო სამსახური. ხო, ნუ არეგულირებს. ანუ წესი და კანონით უნდა აკეთებდეს და აკეთებს მერიაში ტრანსპორტის. ხო, ნუ აი რასაც ირაკლი ამბობს, ხო და აი რასაც ირაკლი ამბობს, კოორდინაცია ამ სხვადასხვა სამსახურებს შორის იქნებოდა მიზანშეწონილი გენერალური გეგმის ინსტიტუტის საკვლევ ნაწილში, რომელიც ამას შეაგროვებდა და სათანადოდ გამოხატავდა შემდგომში გენგეგმისადმი გაცემულ რეკომენდაციებში და წინ ტრანსპორტი დგას. ანუ დღეს შევთანხმდით ჩვენ ერთ მაგარ რაღაცაზე, რომ უნდა არსებობდეს ქალაქის გეგმარების სამსახური.
რომელიც დაიხურა და აღარ არის. გენგეგმის ინსტიტუტი დავარქვათ, როგორც ქვია სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან ერქვა თბილ ქალაქ პროექტი, ესე ვეძახით გორ პროექტი იყო ეგრევე გორ პროექტი. ანუ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ეს და ამის აღდგენა გარკვეულწილად სერიოზულ პოზიტიურ როლს ითამაშებს ქალაქის პრობლემატიკის გადაჭრაში. გორ პროექტი რო იყო, ყავდა პარტკომი და პროპკორა ეგრე კი არ აღდგეს და პროფესიონალური იმეთი რა. 20 სართულიანი შენობა ქონდათ, რომელიც დაანგრიეს იქ მარჯანიშვილზე, თან კი პლუს კიდე წინა ნაწილიც მათი იყო რეალურად, რომელიც მე ქალაქის არქიტექტურის ინსტიტუტიდან იქვე და ეს მნიშვნელოვანი იყო. ეს პირდაპირ აი მთავარი არქიტექტურისთვის ეგ არის უზარმაზარი ისეთი სახელოსნო, რომელიც იქ რაღაცა ისინი იჭედება რა რაღაცა იდეები და რაღაცები გაუცილებელია ხო გეუბნები დღეს მთავარი არქიტექტურის ფუნქცია გადასული არის პროექტების შეთანხმებაზე რომელიც რა ვიცი რა როცა შენ გენგების ინსტიტუტი გაქვს როცა შენ დეტალური დაეგმარის პროექტები გაქვს როცა ისეთი კარგად ნაფიქრი და კარგი გენგეგმა სრულდება პროექტი პრაქტიკულად ავტომატურად თანხმდება მაშინ პროექტს არაფერი შეთანხმება არ უნდა რა თუ ყველაფერი ჩვენთან არის ეხლა რომ აი იქ მომატება უნდა იქისა იქა ხო ამიტომაც არა საოგარეთ მთავარი არქიტექტურის ინსტიტუტი როგორც ასეთი არ არსებობს ვინაიდან არსებობს ჩარჩო წესები ქალაქების განვითარების შესაბამისად რომელსაც მუნიციპალური ოფიცრები ან საქალაქო ან შესაბამისი რაიონების ოფიცრები დიდ ქალაქებში მექანიკურად ასე ვთქვათ udარებენ იმ წესებს, იმ შეზღუდვებს, იმ რეგულაციებს, რომლებიც მათ უდევთ როგორც კანონი. ამ კანონის შესაბამისად თუ არის შემოტანილი, მაშინ ასეთ შემთხვევაში ის გაივლის და სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ ეს პროცედურები განსხვავებით ჩვენგან, როდესაც სწრაფი, ასე ვთქვათ, ჩქარი ნაბიჯებით ხდება ხოლმე ამ ზონალური ნაბირთვების შედარება, იმიტომ რომ ყველაფერი მიდის ინვესტორების თუ მენაშენეების სასარგებლოდ, რომ არ იქაეჩქარება და რამენაერად და იქ წლები მიდის ამის ისა. ხო, აი ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ბიუროკრატიაზე, ხო, მაგრამ მიხალბათ წლები, ნახეთ მეორე ის არის. მანდა წლები რომ მიდის, თუ მანდა ეკონომიკის 5-10%-ია მშენებლობა. აქ როდესაც ეკონომიკის 30%-ია მშენებლობა, ხომ არ არის ესეც ფაქტორი, რომ აქ რო ესე ნელა მიდიოდეს. არა, იქ ეს ხო ეკონომიკაზე გარკვეულად კი არა, ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდინა. მაგალითად პარიზში გააკეთეს ცალკე რაიონი, სადაც საოფი ძველ უბანს შევეშვათო და სერჟი პონტუასი რო გააკეთეს პარიზში. ცალკე უბანი ააშენეს და ესე იგი იქ წარიმართა. ხო, ხუთი ახალი ქალაქი. სართულიანები, ოფისები, აი შუშიც და ჰაიტეკი და რაღაცა იქ განვითარდა, მაგრამ იმისი რა ქვია, ელისეს მინდვროს თავი გაანებეს. ანუ მაგაზია ლაპარაკი რა და ჩვენ ჩავწერეთ კიდეც მე მგონია ეს აი ურბანულ ტერიტორიებზე. აი თბილისს მაგალითად აუცილებლად ჭირდება უნდა გამოიყოს ერთი ან ორი ან რამდენიმე ურბანული ტერიტორია, სადაც აი დეტალური დაეგმარების დონეზე იქნება თქვათ განსაზღვრული ყველაფერი იქ დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა უნდა გააკეთოს დანიშნოს ავტობუსის მარშრუტი, უნდა გააკეთოს სკოლა, უნდა გააკეთოს პოლიცია. ხა პოლიციას დეველოპერი ხო არ ააშენებს. პოლიციას ხო არ გაიკეთებს თვითონ თავის პოლიციას. რაღაცეები საქალაქო სამსახურის რაღაცეები უნდა გააკეთდეს. შესაბამისად, დეველოპერის ფუნქცია არის რომ ინვესტორის ფუნქცია არის რომ ჩადოს რაღაცაში ფული და მოგებანახოს, ხო? ის რატო რა ახირება იქნება რომ მაინდა-მაინც მელიქიშვილზე გააკეთოს რაღაცა. მაგრამ თუ მელიქიშვილზე რაღაცა გინდა რომ გააკეთო, ნიკა აბსოლუტურად სწორედ ამბობს. ის არის თავგადასავალი, ის არის 5 წლიანი პროცესი. მაგრამ შენ თუ გინდა რომ კონკრეტულად რაღაც აი შენებლობის ამ პროფილით რაღაცა გააკეთო, იქ შეიძლება მართლა სამდღეში აი ამ მელიქიშვილის მაგალითთან გავაგრძელებ. არსებობს ესეთი ინსტიტუციონალური ჩარჩო public inquiry. ისეთ ელისეს მინდვრებზე, როგორც ჩვენთვის მელიქიშვილია, ხო? ამ კონკრეტულ მაგალითში, ხო? public inquiry, ანუ საზოგადოებრივი განხილვა, აი ზუსტად ის მრავალწლიანი პროცესი არის სავალდებულო. ასევე სავალდებულო არის ასეთ მნიშვნელოვან ურბანულ ადგილებზე მიუხედავად მფლობელობის ფორმისა, ეს იქნება სახელმწიფო, მუნიციპალური თუ კერძო,
საერთაშორისო დონის კონკურსის გაკეთება public inquiry-სთან ერთად შესაძლებელი არის თუ არა ის რომ თქვათ ნებაყოფლობით არსმა ჩაატარა თქვათ რაღაცა კონკურსი აგერ უნივერსიტეტის ქუჩაზე ეს მისი კეთილი ნება იყო გამომდინარე ამ ხალხის მომზადებულობიდან რომ იციან რომ ქალაქს სჭირდება მნიშვნელოვანი ურბანული გადაწყვეტილების მიღება საზოგადოების აზრის ჩართვით და კონკურსის საფუძველზე არანაირი ვალდებულება არც ერთ იმ ჩვენ კოლეგა დეველოპერებს რომლებიც შეჭრილები არიან ქალაქის სხვადასხვა უნებში არანაირი ვალდებულება რაიმე სახის კონკურსი ჩაატაროს იმისათვის რომ რეალურად ერთადერთი რაც მას აწუხებს მიიღოს დამატებითი ზონალური ნებართვა მიიღოს რაც შეიძლება მაღალი კოეფიციენტი წეღანო ვამბობთ და ხუმრობდით რა თქვათ იმაზე მე გეტყვით ესე იგი ასე თქვათ გამყინავ ციფრს ბათუმში მუშაობის დროს რამოდენიმე წლის წინ ჩვენ წავაწყდით ასეთ გადამეტებას კოეფიციენტის 43. როდესაც გაწერილი მაქსიმუმი არის პრინციპში 4 ხო ამას ქვია აი კარკასი რაღაც ხო საზოგადოებრივი საზოგადოებრივი საქმიანი ზონა ვეთანხმები ირაკლის რომ საერთოდ ეს თემა ეს კოეფიციენტების და ზონების არასწორად იყო ის დროებითი რომ დააკანონეს ეს არ იყოს სწორი გადაწყვეტილება სოფლიოში არ არის ეს ქალაქზე გაწერილი რაღაცა ზონები და K1-ები და K2-ები ყველა უბანს ექცევიან იმის და შესაბამისად თუ რა ფასეულობა გააჩნია ამ უბანს ნიკა მე ერთ ჩემ გერმანულ პარტნიორს რაღაცაზე საუბარი იყო და ნებართვაზე და თავისუფლების მოედანზე რაღაცა აშენებდა იქ 17 ნომერი იყო გასოს იქ. მოკლედ მაგ პერიოდში რაღაცაზე ველაპარაკები და აი თქვათ ვინმე რომ მივიდეს მეთქი მარიამ მიუნხენის მერიაში და იმაში რათჰაუსში მივიდეს და უთხრას რომ მარიამ პლაცზე რაღაცა ეს მინდა. რა მოხდება? ფსიქიატრიაში დარეკავენ ეგრევეო რა. რომ ეს საფჭუა მარიამ პლაცზე მიუნხენში რომ რაღაცა ფასადის შეცვლა მოგინდეს პირდაპირ სამკურნალოდ გიშვებენ რა არც იხილს რა ლაპარაკ ანუ არანაირი სახის პასუხისგებლობა და ვალდებულება მენაშენეს არ გააჩნია რომელსაც ეძლევა ამის შესაძლებლობა იმის გამო რომ იმან იცის რომ ზონალური ნებართვის მიღების მექანიზმის გამოყენებით იგი მიაღწევს სასურველ შედეგს. აქ ერთი მომენტი აი რომ ბარემ დავამთავრო ფულის მოგებაზე ირაკლი მახსენდა ეს ბუნებრივია, გასაგებია, ეს ბიზნესმენია. ეს ბიზნესმენია რომ მან ფული უნდა მოიგოს მაგრამ მიაქციეთ ყურადღება ესე იგი რამდენად ასე ვთქვათ დამახინჯებული არის ეს ცნება შემთხვევაში ბინების სწრაფად გაყიდვით ამ ფულის მოგების შესაძლებლობა იზრდება ოფისი უფრო ნელა იყიდება ან უფრო ქირავდება. გარაჟები, საერთოდ აი ავტოფარეხები, ეს საერთოდ ასე ვთქვათ ნაკლებად ისეთი როგორც წესია ესენი მიბმული არიან ხოლმე. ამიტომ ესე იგი დაწოლა ასეთ შემთხვევაში და მე ახლა აქ მე სიმპათიის გამოთქმას ვერ დამაბრალებთ მერიების მიმართ. ხო? მაგრამ გაგებით ვეკიდები დატვირთვა მათზე მოდის არანორმალური. რომ დამიმტკიცე მომეცი დღეს არ მიცემ ხვალ მოგადგება ამას შეუცვლი იმას იზროვე აი სულ ეგ არის რა სულ ეგ არის და გამოსავალი არის შეასრულე ის რაც დაგიდო ცუდია თუ კარგია ის შეგიძლია შეასრულო არ მისცე გამონაკლისი აი წეღან ახსენა ირაკლიმ რა გააკეთე გამონაკლისის გარეშე და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რითაც დაიწყო ნიკამ, როცა მარტო თბილისი არ არის, აქ არის ლაპარაკი ბათუმი, ქუთაისი და მე დავამატებ იმას, რომ თბილისის ერთ-ერთი, აი გადარჩენა ხო მარტო ერთი მიმართულება არ არის, რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადაიდგას, თქვას არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადარჩენისკენ სვლა არის საქართველოს რეგიონების განვითარება. ეს არის ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის გზების დამოკლება, მანძილების დამოკლება და მაგალითად როცა ყავს მე თქვა ახლობლები, რომლებიც ზესტაფონში ცხოვრობენ.
და დღეს ეხლა აი თბილისიდან ზესტაფონამდე არის 2 საათი. ანუ იმას როცა დღის წესრიგში გქონდა რომ თბილისში თქვათ იმას აკრა პრობლემა აღარ არის. ეხლა ჩვენ რომ მოგვინდეს თქვა ჩვენ ობიექტზე სამგორში რომ წავიდეთ 1 საათი დაგვჭირდება, ხო? აი თბილი ერთი ბოლოდან მეორეში 1 საათია. ანუ აი ეს მაგისტრალის დროზე დამთავრება და რაც შეიძლება დაგრძელვა ელექტროტრანსპორტის ელექტრომატარებლების თუ რა ვიცი აქვე მაგის განვითარება. ახლა თბილისიდან თელავამდე უნდა იყოს ჩემი აზრით 40 წუთიანი. 40 წუთიანი მანძილი უნდა იყოს. შესაბამისად იმ მიმართულებიდან ჯერ ერთი ტრანსპორტი, აბა დააკვირდით გასასვლელებში რამდენი მანქანა არის აღამოობით. დილით შემოსულები რომ გადიან რეგიონებში, იმიტომ რომ ხალხი რომელსაც აი თელავიდან მაგალითად ადამიანს საქმე რო აქვს თბილისში, რითი უნდა წამოვიდეს? ნუ ავტოტრანსპორტით, ხო? როცა რო იყოს ელექტროტრანსპორტი და ჩამოვიდეს ჩქაროსნული 40 წუთში, ის მანქანით არ წამოვა. ეხლა მოდის კერძო მანქანით. აი ამის განვითარება არის თბილისის ერთ-ერთი 10 თუ 12 წლის წინ უორენ ბაფეტმა, რომელიც თქვათ ლეგენდა არის 95 წლის შესრულდა, მაგრამ ჯერ კიდევ გონებაზეა, უზარმაზარი ფული თავისი ცნობილი საინვესტიციო ინსტრუმენტის მეშვეობით ჩადო რკინიგზებში. ხო, ეხლა ადამიანი მე-20 საუკუნის დასაწყისში ამაზე ვეღარ იფიქრებდა. თემატურად ეს მე-19 საუკუნის დასაწყისს უფრო უნდა დამსგავსებოდა. მას შემდეგ რაც ჯეიმს ვოტმა გააუმჯობესა ის ორთქლის მანქანა და სტეფანსონმა გამოიგონა მატარებელი, ხო? არა. ირაკლის სწორია. ელექტრო ნაკლებად განა სწრაფი უსაფრთხო აი ეს მართლა 250 კმ/სთ-ში რატომ შეიძლება რომ საფრანგეთში კრეფტეს აი ეს მატარებლები და აი შეუძლებელი იყოს ჩვენთან რომელიც ხო ამისთვის საჭიროა რომ დაწყვილება ამ გზების ალბათ მოვა უნდა და მოვიდეს ამაზე ვილაპარაკოთ დავიწროება და გადასვლა ევროპულ ლიანდაგზე, რომელიც უფრო ვიწროა მოგეხსენებათ, ხო? და განვითარება ეს ერთი შტადლერი რო გვაქვს ახლა და 10 წელი ამას ხო და ხო ეს არ უნდა იყოს სალაპარაკო მილიარდები ამაში უნდა ჩაიდეს რომელიც სწრაფად ბრუნდება იმიტომ რომ უმჯობესდება ქვეყნის სივრცითი მოწყობა. ქვეყნის სივრცითი მოწყობა, როგორც ირაკლი თქვა, ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც მე ხლა აღარ ვიტყვი ეს ევროსაბჭოს მოთხოვნაშიც არის, ესე იგი ეს კარგი მოთხოვნაა, ცუდი მოთხოვნაა უკვე. აღარ გვინდა საუბარი, მაგრამ ეს გონივრული მოთხოვნაა რა. ქვეყნის სივრცილი მოწყობის საკითხი არის გადასაწყვეტი თბილისთან, ქუთაისთან, ბათუმთან და სხვა ქალაქებთან ერთად. მათ შორის. დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა თქვენ.